Toba, as არის სახალხო დღესასწაული, ტრადიციული დღესასწაული, რომელსაც აღნიშნავენ მაღალმთიან ნაჯარაში. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივი კუთხის ყველა კუთხის მინდა მიულოცო დღევანდელი დღე და ასევე ძალიან მიხარია, რომ უამრავი სტუმარია ჩამოსული დღევანდელ დღეს ზემო აჭარაში, რომელიც ადგილობრივებთან ერთად ზეიმობენ დღევანდელ დღეს და მე ძალიან მიხარია, რომ დღეს შევერთი ამ არაჩვეულებრივ დღესასწაულს. ეს არის ულამაზესი კუთხე ჩვენი ქვეყნის, ჭირდება რა თქმა უნდა შემდგომი განვითარება, ბევრი რამ კეთდება, თუმცა მომავალში ძალიან ბევრი რამ უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ განვითარდეს მაღალმთიანი აჭარა. ბატონო, რა შეხება საკუთრებით დემოკრატიის ფესტივალის სახელით გამართული ღონისძიება ფესტივალი, სადაც მესამე სექტორის წარმომადგენლები არიან ძირითადად დანის დაფინანსებით. უпростоრად, ხო არ არის ეს პირდაპირ ჩარევა მესამე სექტორის და პოლიტიკური ძალების წინასწარ? მე როგორც ვიცი, ამ ეგრეთ წოდებულ დემოკრატიის ფესტივალზე გამოფენილი იყო მათ შორის სააკაშვილის სურათები. ეს ნიშნავს იმას, რომ იქ რეალურად ტარდება ავტორიტარიზმის ფესტივალი. ყველა სამწუხარო ის არის, რომ ავტორიტარიზმის ფესტივალს საქართველოში პირდაპირ აფინანსებენ უცხოელი დონორები. ძალიან ცუდია ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ეს არის არასწორი ჩარევა საარჩევნო პროცესებში. სამწუხაროდ არჩევნები წარიმართება საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევის ფონზე, თუმცა ეს დარღვევები რეალურად შედეგებზე ვერ აისახება. ქართული საზოგადოება კარგად ხედავს ყველაფერს. აქედან გამომდინარე, როგორც ჩარევაც არ უნდა განხორციელდეს, მათ შორის გარე ჩარევა საარჩევნო პროცესებში, რა თქმა უნდა, ეს გავლენას, რაიმე არსებითი გავლენას არჩევნების შედეგებზე ვერ მოახდენს. მათ შორის ვერც უცხოეთიდან დაფინანსებული ავტორიტარიზმის ფესტივალები ვერ დააბრუნებს საქართველოში ავტორიტარიზმს. მიხეილ სააკაშვილი მესამე პრეზიდენტი გადაყავს სხვა პალატაში და აპირებს თორა ხელისუფლება ისევ დააბრუნოს საკმობილეში თუ? არ ჩემს საინტერესო არ არის, შესაბამისი უწყებები იღებენ ხოლმე ასეთ გადაწყვეტილებებს. დღეს იცით, რომ უკვე ძალიან დიდი ხანია სააკაშვილი იმყოფება არა საბატიმროში, არამედ ერთ-ერთ კერძო კლინიკაში. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. დანარჩენზე გადაწყვეტილებებს იღებენ შესაბამისი უწყებები, საჭიროებიდან გამომდინარე, ხან ასე იქნება, ხან ისე იქნება, ნუ ნახოთ. არის ის არბიტრაჟის დაკავშირებით მიუხედავად ისმენ წინასაარჩევნო განსაკუთრებით, რომ გზა მოწესრიგდა, თუმცა აქ არის ასე ვთქვათ ამორტიზებული ატმოსფერული გზა. წელს კიდევ რა რამოდენიმე წლის გარანტია, რომ ნამდვილად დასრულდება. ნუ დღეს ძალიან მკაფიოდ ითქვა, მათ შორის ინფრასტრუქტურის მინისტრის მხრიდან, ბატონ ირაკლი ფარსალაძის მხრიდან, რომ ბოლო ეტაპზეა უკვე ხოლოსარსმის მონაკვეთის სამუშაოები და გზის მშენებლობა დასრულდება წლის ბოლომდე. ეს არის ძალიან მკაფიო განაცხადი და ეს დაპირება შესრულდება. ანუ ამაზე ძალიან მკაფიოდ ითქვა დღევანდელ დღეს. 95 მილიონი, რომელიც შეგვიწყვეტა ამერიკას. არის ის არბიტრაჟის გადაწყვეტილების მიუხედავად ისის ბრალდებები, რომ სახელმწიფოს ბრალი იყოს. როგორ ფიქრობთ, რა სიმეტყველებს ეს ხაზარაძე ჯაფარის მხრიდან ის გუნდინი ამდენი ხნის განმავლობაში და ჟურნალისტები? ნუ ეს არის რაღაც უსუსური მცდელობა, რომ საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება გადაფარონ, თუმცა საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებას ისინი ვერანაირად ვერ გადაფარავენ, მათ შეიტანეს შესაბამისი საარბიტრაჟო სარჩელი საერთაშორისო დონეზე და ეს დავა წააგეს ქართულ სახელმწიფოსთან. ამის მერე, რა თქმა უნდა, ნებისმიერი მცდელობა, რომ ეს მარცხი გადაფარონ, არის აბსოლუტურად უსუსური და განწირულია წარმატებებისთვის. ამერიკის შეჩერებას რო ვუთხართ, 95 მილიონი შეგვიჩერეს და რას ნიშნავს ეს თანხა ჩვენთვის და რამდენად? ხო, დღემდე მე ვერ გავარკვიე კონკრეტულად რა თანხა შეჩერდა. ანუ ამაზე ინფორმაცია ვერ მივიღე. დავინტერესდებით და გავარკვევთ ამ ყველაფერს. ჩვენთვის თავარია, რომ ვართ მოლოდინის რეჟიმში, ჩვენი მხრიდან ნაბიჯები იდგმება და თავარია, რომ მივიღოთ შემხვედრი ნაბიჯები ამერიკელი პარტნიორების მხრიდან. დღემდე რასაც ხედავთ, ეს არ არის შემხვედრი ნაბიჯები, თუმცა მე მგონია, რომ ახლო მომავალში, განსაკუთრებით მას შემდეგ, პირველ რიგში მას შემდეგ, რაც დასრულდება უკრაინაში ომი, მიდგომები რადიკალურად და საფუძვლიანად შეიცვლება.